აიდე, მიდი და კარგად გაერთე. როცა გინდა მაშინ დაბრუნდი, კაცო, შემოგო დიდი ხანია ზრდასრული ადამიანი ხარ. არ მაინტერესებს 30-ის ხარ, 40-ის თუ 50-ის. მზე ჩავა თუ არა სახში დაერჯობი. რამდენი გაქვს ეს სიცხე? 37? დარჩი დღეს მაშინ არ წახვიდე უნივერსიტეტში. მიზეს დოსმარილი აკლიაო. და რა რომ 42 გაქვს. დიდი კრუნჩხებში ჩავარდე. ადექი ახლა. დე ძალიან მომწონს შენი არჩევანი. ჯერ ხო სიმპათიური ბიჭია და ეთყობა რომ კარგად არის აღზრდილი. არა უშავს, ყველაფერს მიაღწევს ერთად. არა, სახში მამა შენი არ მყოფნი და კვაზიმოტო მეორე მომიყვანე. თელფასი რამდენი აქვს? არ ყოფილა ცუდი ბიჭი. კი, ყველა კარგად ვართ. ერთი წუთი. ლაპარაკები? კაიდე, თუ არ გინდა ნათესავთან ლაპარაკი, ეს შენი პირადი სივრცეა. კი, კარგად ვართ ყველა. კი, აგერ არის გალაპარაკებ. მოდი ლაპარაკებ თორემ შენ თავს მამაზე ცირიც ვირამაცლის ხელებიდან. გამარჯობა, როგორ მოგმართოთ? იზოლდა ვლადიმეროვიჩ რუსეთუმიძე. და რისთვის ხართ მოსული? რისთვის და გამჭვირვალობის კანონის დასაცავად. და უფრო კონკრეტულად რო გითხრათ? დავინაი დებილი. რა ვერ გეიგე გოგო მამული ენა სარწმუნოების დასაცავად. და ვინ გართმევთ? ვინ მართმევს და რა ქვია იმას? ჯანდაბა. ამერიკა, ევროკავშირი, აფრიკა, პორტუგალია, რა ვიცი? როდის მოხდა მსგავსი რამ? ან სადამოიკითხეთ, ან ვინ გითხრათ? რა ვინ მითხრა გოგო არ გადამრიო ახლა? ჭურში ზიხარ? სადგებიკე და ტელევიზორში თქვეს, Facebook-ზე წევიკითხე, სამეზობლოში თქვეს ქალებმა, მარკეტში ვიდექი გევიგე და არ კმარა? ქალბატონო, კონკრეტული და ლოგიკური კითხვა დაგისვით. ლოგიკური, ანუ არ მაინტერესებს, შემდეგი კითხვა. კარგი, უფრო საინტერესოებს კითხავთ. რუსეთი არ გვართმევდა ენას აშკარად თუ შენიღბულად? 1977 წელს მათ საერთოდ გაუქმება უნდათ ქართული ენის და 78 წელს 100,000 ქართველი რომ არ გამოსულიყო, ჩვენ დღესდღეობით ჩვენი მშობლიური ენას კი არ გვექნებოდა. და მამულზე რას მეტყვი ერთი? და მამულსაც რუსეთი არ გვართმევდა? 1801 წლიდან ვინ დაიწყო საქართველოს ანექსია, ვინ დაყო და დააკუცმაცა ქვეყანა? და რაღა შორს წავიდეთ, დღესდღეობით 20% ვის მიერ არის ოკუპირებული და ვის გამო არ ჩერდება მცოცავი ოკუპაცია? და სარწმუნოებაზე რას მეტყვი? და სარწმუნოებასაც ბრჭყალებში ერთმორწმუნე რუსეთი არ გვართმევდა და გვიკრძალავდა? ეკლესიებს ვინ გვიკეტავდა და გვინგრევდა? ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ვინ გააუქმა? სამღვდელოება ვინ ამოგვიჟლიტა? ღმერთის ხსენებას და ჯვარს ვინ გვიკრძალავდა? აღდგომაზე ჩუმად კვერცხებს რატო ვღებავდით შიშით რომ არავის ვეცემეთ? ყველა ნათელი გონი და ნამდვილი პატრიოტი ვინ გაგვიციმბირა და მოგვიკლა? всё, ამოგეწურა არგუმენტები? არა ქალბატონო, არგუმენტი ქართულს არ დაელევა, შემიძლია გავაგრძელო. ერთი ჯერ რომელი ერუდირებული ნაკითხი საღად მოაზროვნე და პატრიოტი მემნახი და მეორეც მე თქვენ ბინძურ თამაშებს არ ავყვები და ჩემ მამულ ენას და სარწმუნოებას თქვენ არ დაგიტოვებთ. დაიწყო მუკბანგ ვიდეოები და თქვენ წინაშე წარდგება Just Burgers. ორმაგის მეში, ჯუსი ლუსი, ბარბეკიუ და ჩილი ბურგერი. დავიწყოთ. შენ ორსულად ხარ. ორმაგის მეშ ბურგერი. სმეშ ბურგერი აქვს ნომერ პირველი რა. ათიდან 10 რა. ჯაზ ბურგერში ჩემი ფავორიტია სმეშ ბურგერი რა. ძალიან მიყვარს. რა ვთქვენ? შენ რომ აქედან მიყურებ, მანამდე არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა რა. თქვენ წინაშია ჯუსი ლუსი. სიმართლე გითხრათ, ჯუსი ლუსი გასინჯული არ მქონდა 10-დან 9 ეს ლალიკოს მოსწონს. გემრიელია, უბრალოდ 10-დან 9 ჩემთვის. ეს ფრიდა, ეს соуსი არის ნომერ პირველი საქართველოში რა. და ჯაზ ბურგერის ძალიან გემრიელი ბურგერები ყოველთვის მქონდა, აქვს და იქნება. თქვენ წინაშია ბარბეკიუ ბურგერი. ესე ჩილი ბურგერი. სახელს ამართლებს ძალიან ცხარია. და სიცხარე გიყვართ, მიყვართ ჯაზ ბურგერში და ჩილი ბურგერს შეუკვეთავთ. ძალიან კაი ცხარია.
10-დან 11 ჩილი ბურგერს. ჩემი ფავორიტი შეიცვალა, გახდა ჩილი ბურგერი, ჩემი ფავორიტი და ამართლებს თავის სახელს. თუგინა ამერიკული ბურგერების გემო გაიგო, უნდა დააგემნოთ ჯაზ ბურგერსი. ყველა ბურგერი ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ყავს ორი ფავორიტი. ეს არის სმეშ ბურგერი და ეს არის ჩილი ბურგერი. წარმატებები ჯაზ ბურგერს, სიახლეები დაგებრუნდებით ხოლმე. რა გჭირს? არაფერი. კაი. არც გაინტერესებს რა მჭირს, საერთოდ ფეხებზე კიდი ვარ, ხო? 2 წამის წინ არ კითხე რა გჭირს თქო და არაფერიო? კაი, არაფერი დაივიწყე. მეტყვი ახლა რა გჭირს თუ წავიდე ტაროლოგებთან, ასტროლოგებთან, მარშიელებთან, წინასწარმეტყველებთან და ასე შემდეგ. არ შეიძლება ერთხელ შენით მიხვდე რამეს? ჩვენი ერთად ყოფნის 97 დღე არ მოგილოცე? არა. აბა წვერი მილიმეტრებით დაიმოკლე? არა. ებიჯო, თქვი რა მოხდა? არაფერი. გამარჯობა ექიმო. გამარჯობა. მე დღეს ჩაწერილი ვარ. დიახ, დაბრძანდით. გისმენთ რა გაწუხებთ? აი სადღაც აკისრის სარეში მაქვს ძლიერი ტკივილები. და ზოგჯერ თავის აუტანელი ტკივილებიც. მერე გააგზელეთ. რა ექიმო მოყოლა თუ ფულის მოცემა? რა კითხვებია? ფულის მოცემა და მოყოლა გააგზელეთ თუ გინდა რა ვიცი. ასევე ძალიან მტკივა სახსრები. ხო. და თირკმელსაც პრობლემები მაქვს. რას მეტყვით ექიმო? ისეთ რაშია საქმე? მე გინეკოლოგი ვარ, უბრალოდ აღარ გაგაჩერეთ, მეთქი ამოიოხებს გულს მოიშვება თქო. უკაცრავად, მაგრამ $1000 თქვენთან არ მეოხარ, გული დუბაიში მოვიოხებდი. თაღლითი და მატყუ არ ახართ. ესე იგი აღენიშნება გამოკვეთილი ნერვოზი. ეხლა გადაგამისამართებთ ნერვოპათოლოგთან და კარდიოლოგთან. ახლა Okay. გახსოვს ბიჭებს რომ გახევდი? მე გაკლებდი თუ? ისე რა ფერ თქვა და კაი ჩათლაშკები კი ვიყავით. აბა, შენ ქართლში რომ ნიკა გარეთ BMW-ში აბღუზუნებდა ის გახსოვს? მაჩინ დეგენერატო. მაი ნიკა ჩემგაც დღემდე ჩემი საშვილი გონია. რამდენ ტატუს ვიხატავდით გახსოვს? აბაგო. ჩემგაც დღემდე ყველა დროებითები გონია. ისე იმ ნიკას BMW-ს ინიციალიც მაგსაც ხატული, მაგრამ ახარ მახსოვს. მე ვიცი სადაც დაიხატავდი მაგას. კიდე რა მახსოვს იცი? ვინც ხაზერს რომ უყვარდი და ქირის ფულს არ იცხინებდი, არა და შენ ბინაში ცხოვრობდი. ხოდა მაგ ფულით გაბედათა წყურის ოპერაცია. აგო, ის გახსოვს. ერთ ბიჭზე რომ იბნიდებოდი ერთი წელი და არ იცოდი რა მიგეწერა და მე რომ მოგაფიქრებინე, ასე მიწერე შენი შიშველი ძუძუები დევს ერთ ჯგუფში თავს უშველეო, გახსოვს? მაგამი პასუხა ავანტყოფო და დამბლოკა. ой, მასე ფატალურად დამთავრდა. ისე ამ გახსენებაზე მაშინ 500 ლარი გამომართვი, აღარ საგებრუნებია. იცი რა გასახსენებელი იყო, რა კარგად დევიწყეთ. და მაგ 500 ლარად ახლა ერთი კონა ქინძი აღარ მოგივა. აუ, გაჩინო, ამასთანაც შვილიშვილს ვეჭხუბე, მაი რა არის საყურეს დარბზე რა უნდა მეთქი. არა და ჩვენ ყველგან გვეკეთა სოცხამზე ანათებდა და ვერ ანათებდა. ყველა გრუპში ლეჟანკები ქონდა უკვე გაშლილი? მარტო ლეჟანკები? ბებო, მე დაქალთან მივდივარ. ამ შუაღამეში რა ის დაქალი აგიწყდა? შუა დღის 4-ია ჯერ საათი. და რა მე ერთ საათში ჩაესმენებამზე და რა უნდა პატივოსან გოგოს მაგ დროს გარეთ? აუ რა, როგორ მოვიმანტე, არავისო დიეტას ვიწყებ. და დღეს რა დღეა? ნუ დღეს რა ღაზრი აქვს, მაშინ ორშაბათიდან დავიწყებ უეჭველი. აუ არა, უკვე დროა თავს მივხედა, უკვე საბოლოო გადაწყვეტილებაა ვიწყებ დიეტას. ძვირფასო დღეს რა დღეა? ნუ მაშინ დღეს რა ღაზრი აქვს, მაგრამ ორშაბათიდან ვიწყებ უეჭველი. ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ ყურზეც აღარ დამისუნია, მივდივარ ეგრევე სიკვდილსიგანაში. არა, მართლა დროა უკვე რომ დიეტა დავიწყო. შვილო დღეს რა დღეა? ნუ ახლა დღეს რა ღაზრი აქვს მაშინ, მაგრამ ორშაბათიდან უსათუოდ ამას წყალი არ გაუვა. მე დიეტას ვიწყებ. აღარ მაინტერესებს რა დღე აქვს სოკალში ამოვიდა უკვე ახლა. ამ წამიდან ვიწყებ უკვე დიეტას. ერთი იმ კიპიტელნიკს გავთიშავ და მოვალ. ღმერთო, ეს რა ლამაზი ადგილია, სად ვარ? სამოთხეში ხარ და აქ სრული ჰარმონია. აქ მტაცებელი ცხოველები და ფრინველები ერთმანეთთან მეგობრობენ. აქ ყველაც მაგი ყველაფერი კაი, მაგრამ შენ რა მითხარ იცი? აქ ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, მოკლედ კვირის დღეები გაქვთ? არა, მსგავსი არაფერი აქვს. აგა შენად ღმერთმა მაშინ მართლა სამოთხეში მომხდარა ძლივსა დამთავრდა ჩემი ტანჯვა. როცა მე და ჩემი მეგობარი უაზროდ ვიცინით. რას იცინი ხართ კაცო ამდენს 2 საათია გისმენთ ბოლოს და ბოლოს. მოდი მეც გამაცინე თუ ეგეთ საათილოა რაღაცა. გისმენთ აბა რაზე იცინი ხართ უაზროდ. ავი. ვერ ვიტან უაზროდ. დედა რაზე მირტყამ რა არის? რატო ხარ მოწყენილი? იმიტომ რომ
ისე თავს უხდი რომ ვეღარ ვეტევი აქ. ადრე გავეტეოდი, გვერდები გამიცუქდა. ესე კი ვეტევი, მაგრამ ესე ვეღარ. ნახევარსაათი წუწუნები და ტირის აქ და ავდგავართ ნახევარი საათია. აუ, იმიტომ რომ რა წესია. ანუ გვერდები ცოტა გამიცუქდა და ნახე, ანუ ვეღარ ვეტევი. ესე კაი. სუქანი პრინცესა ხარ ეხა? მეგობრებო, ჩვენ სამ ავკრიფეთ 100 ლარი შევაგროვეთ და ვინც ყველაზე სწრაფად შეჭამს ვრაპ მასტერის ვრაპს, იმას დარჩება ეს 100 ლარი. ანუ ჩელენჯი გვაქვს. ყურადღებია. ფულის ნომია ყოლო. ნე ყოლა. მოიცადეთ. მეგობრებო, Bolt Foods და Wrap Masters თქვენთვის აქვს ძალიან მაგარი გათამაშება. დამიქცევით კომენტარებში და ვის კომენტარს ყველაზე მეტი ლაიქი ექნება, ორი ადამიანი ამოირჩევა და Wrap Masters და Bolt Food-ი დაგასაჩუქრებენ Wrap Masters პროდუქციით. ჩაო მაგარია. ეს მუშა. ვა, ზრუნდა. ვისი 100 ლარიანი? გეტყვით რომ დღეიდან Wrap Masters Bolt Foods ექნება 20%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ პროდუქციაზე და მოიყენებთ პრომო კოდს Wrap Master-ი, ისარგებლებთ უფასო მიტანის სერვისით და აქ შეგახსენებთ რომ Bolt Foods აქვს 11 კილომეტრიანი მიტანის სერვისი, ანუ ყველაზე დიდი, რაც მიტანის სერვისებს აქვს. მე ქმარი ვარ და რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად მიდის ოჯახში. კაცი ლიდერია. მე ქმარი ვარ. ამ წუთას მოვედი ვარჯიშიდან და მიხარე რომ სახლი დაწყიალებულია. მე ქმარი ვარ და მიშველეთ რამე. ეხავ იქნება ლაიყო ამ წუთას, აი. მანქანის ყიდვა გადავწყვიტე, უბრალოდ ფერში ვიჭედები რა. ფინანსები ჩვეულებრივად 2 მილიონამდე მაქვს ჯიბეზე და ხელიდან ვერ ვიღებ ხლა. გადამიჭდეთ ფერი მითხარით რა. ან შავი ან ნაცრისფერი რა. ურჩიეთ ხალხო, დაბნეული არის რა. აი წამო მანამდე რამე ვჭამოთ წამო. როგორ დავლიოთ აქედან წაკუზვის გარეშე. ჩელენჯერ ხალხთან დაიწყებ ინგლისურად თქმას რომ უფასო ტაქსიო და ნებისმიერი ერთი ადამიანი მაინც უნდა აიყვანო, ჩაიჯინა და გააკატავა უფასოდ 100 ევროზე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ აი აქ არავინ ჩაგიждდება. აუ რას დაქრის უყურეთ. Hello. Taxi free. No. Window. Haji, come. Where? Come this. Tell me. Come. Go ahead. In one crooks. Help. Haji. No. I am tired. Come. 1 minute. Let's go in videos. No, I am tired. Really, I am tired. Taxi. No taxi. Taxi. This is free tax. Come. What? One crooks. Okay. Where are you from? This is YouTube videos. This is. Oh. Okay, one crooks. Nice. Okay. Where are you from? I'm from Naples. Ah, okay. I'm from Georgia. Oh, nice. This is very country, Georgia. Georgia, and 250 meters in squares. Yes. Okay. It's very good people. It's very good no European in Russia. Fuck.
Russia. Oh, okay. And Putin очень fuck. Yeah. Yes. Okay, understand. Yes. You like Italy? Yes. It's Italy very beautiful. Yeah, nah. In Rome, ragazza, nobody guy. Yeah. Narcoman, fuck. Imagine. This is rugby teams, Georgian teams. Oh, okay. Yes. You sports? A little bit. I do softer. Aha. I Okay. don't know if you know it. Okay. Thank you very much. No problem. YouTube very good. Very good. You too. That was really fun. Yes. Thank you, my friends. Thank you. Thank you very much. Bye bye. Bye. შენ ჩელენჯი შეასრულე რა ანუ ხალი ვერ დავითრიე, მაგრამ არ იყო ცუდი ბიჭი. აი ხუნო. უგიწერეთ ხალხო რა. მაგარს იცინებთ, არ ვიცი ხმად ჩაიწერა თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრს იცინებთ რა. გამოგვიწერეთ და ჩელენჯი შესრულებულია. შანსი არა გაქვთ, რაც გინდა დამიწერეთ, ყველაფერს შევასრულებ. კილოსო გამოგვიწერეთ TikTok-ზე, YouTube-ზე და Instagram-ზე, რა ძალიან გქონდა და მოვყვებით ბოლომდე. აბაჰო. კიო ვაიმე ჩელენჯი, მოკლედ მე და გიოს გვაქვს ჩელენჯი 55 ლარად ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან უნდა გამოვიძახოთ პროდუქცია და ვინც უფრო მეტ და საინტერესო პროდუქტებს გამოიძახებს, ის იქნება გამარჯვებული და დარჩება 300 ლარიც. მოკლედ ახლა გამოვიძახებთ და დაგიბრუნდებით. ისეც ორი ნაბიჯის პროდუქციაც მოვიდა. მოკლედ მე ჩემი აპლიკაციით გამოვიძახე გიომ თავისით და ორივე ერთდროულად მოვიდა. ხო და ახლა მე დავიწყებ, მოდი. ასეთი საპირფარეშოს ქაღალდები. გერკულესის ფაფა. ნაგვის პარკი, ესეთი პატარა გრანულები, ერთი ცალი კამა, აქციაში იყო რძე და ბარე მოვიღე, კვერცხი, ბრინჯი, ორი ცალი იოგურტი, წიწიბურა, კბილის პასტა, კიდევ ორი ცალი იოგურტი, ვილის ჩოთქი, აკვების სოდა, არაჟანი, ფორთოხალი, კარტოფილი და აი ასეთი ანტიბაქტერიული სველი ხელსახოცი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 და 20. ახლა ნახოთ რა მოუვიდა 55 ლარად ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან ვაჟბატონ გიოს. ეს აქციაში რო იყო შენც მოგიტყვაიღე ხო? სალფეტკები, ურის ჭხირები. ეს რა არის? ეს არის სოკო. კიტრუკუნა, სეთის ხილი, მონათი, ჩოკობაი, კრუასანი, თევზის კონსერვი, ჭხირები. ხახო ხვდებით ხო რა უინტერესო რაღაცები გამოუძახებია. 5 ცალი სნიკერსი, რომელიც ღირდა ლარი და 79 თეთრი. 2 და 85 თეთრის ნაცვლად. მაგ კოფე. ხახო ნახეთ ჭუაში მომიგო. მაგ კოფეს ყავები. ხახო. ორი სარი. ტოფიტა, მაგ კოფე. ცივი ყავაც აქციაში იყო. ედბული კიდე აფრთიანებს. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 22 23 24 25 26 27 28 ხახნო ჩელენჯი იყო ვინ უფრო მეტ და საინტერესო პროდუქციას მოიტანდა და დამეთანხმებით გიოსი უფრო მეტია, მაგრამ ფრიად უინტერესო. მაკოფეს ყავები რატოა საინტერესო? მოდი ეგ ხალხმა გადაწყვიტოს. თუ უნდათ რომ მოვიგო მე, დაალაიქებენ ვიდეოს. თუ გინდა რომ მოიგო შენ, დაგიკომენტარო. ხალხო დამიკომენტარეთ, რომ ჩემი უფრო საინტერესო და გამოსადეგი პროდუქცია იყო მიუხედავად იმისა, რომ გიომ 10 პროდუქციით მაჯობა. სიმართლეს გამომარჯოს, მოდი. ანუ ნახე, ჭუაში მაჯობა. ეს პატარა რაღაცები გამოიძახა რამდენი. ხალხმა გადაწყვიტოს. ჩვენ კი მეგობრებო, დროებით გემშვიდობებით და დამიკომენტარეთ, რომ მე მოვიგე. მოკლედ ლალიკოს გამოუწერეთ თემუდან ესეთი გლამადი სმაილები და მოდი დავაკრათ მუცელები, აბა.
ვისაც ჯერ კიდევ არ გადამოგიწერიათ თემუს აპლიკაცია, ჩვენი ლინკით გადმოიწერეთ და გელოდებათ უამრავი შეთავაზებები შავი პარასკევისთვის. გადმოიწერთ ჩვენი ლინკით, დაგვხვდებათ ძალიან ბევრი ვაუჩერი, რომლის საერთო ღირებულებაც შეადგენს 300 ლარს. პლუს გამოიყენებთ ჩვენს პრომოკოდს, ასევე დაგემატებათ 30%-იანი ფასდაკლება. ლინკი მითითებული იქნება ჩემს ბიოში და ასევე აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ და გადმოიწეროთ. Играть много. Минаком. Мими, он хила мога. Битья, очень. Ой, интересно, Мария, нахер. Ладно. გამარჯობა, ჩემი ატრიის ვიდეოზე ძალიან ბევრმა დამიწერა, რომ ორსული არაჯანსაღად იკვებებიო. ხო და მოდი ახლა გაჩვენებთ რეალურად მე და ჩემი 13 კვირის პაწაწინა, რას მივირთმევთ დღის განმავლობაში. აქ გვაქვს კანგაცრელი პომიდორი, 2 ცალი კარგად შემწვარი კვერცხი, ერთნაირი ყველი, რომელსაც ვეღარ ვჭამ, მაგრამ მაინც ვჭდილობ რომ ვჭამო და რძე. ზოგადად ჩემ პატარას კვერცხით ძალიან მოძულებული აქვს, მაგრამ აი პომიდორთან და ყველთან ერთად ვჭამ და მომწონს შედარებით. სანამ ჭურჭელს დავრეცხავდე, მოდით გაჩვენებთ ჩვენს პატარას. არ ვიცი ახლა შორტებში რამდენად მეტყობა, თან ცოტა ნაჭამიც ვარ, მაგრამ აშკარად ეტყობა რომ გაიზარდა ჩვენი პატარა. 13 კვირის სწავლობაზე აშკარად დიდია, ხო? ეს არის წვენი, რომელსაც ვგიჟდები ბავშვობიდან. ძალიან სასარგებლოა. ბურგერი საერთოდ გადამიყვარდა, ვეღარ ვჭამ ბურგერს. მეზიზღება უკვე. აი რა უყვარს ჩემ პატარას. გიოც მომივიდა, მოდი გიო, მოდი. რა ფენისტია, რა ბურგერი არ მიყვარდა? ბურგერი აღარ მიყვარს. მაშინ ვერ ვჭამე, ვერ ნახე, ვეღარ ვჭამე, ხინკალი კი ბატონო. ვეღარ ვჭამ ბურგერს, ამ ზიზღით ვჭამ. მაშინაც ციფრა ვიყავით ბურგერი ვჭამით, აი ვერ ვჭამე. ნუ მიშლი ვიდეოს. აქ აქვს დაჭრილი მსხალი და ატამი. რაც მოხს რაც მომიყვება, იმას ვერ ვჭამ. ხოლმე რაც აქვს მაგ. აქ მაქვს მაკარონი მაწონთან ერთად, მაგრამ მაკარონი ძალიან ბევრი მოუხარში შემთხვევით ჩამეყარა და ამის ნახევარსაც ვერ შევჭამ, ანუ ძალიან ბევრი არის. მე თუ მომინდა დავაყოლებ ჩემ გამომწვარ ერევნის ქადას. მაგრამ ტკბილს მაინც ვერ იდევი და დიდად არც მინდება ეხლა უკვე. მაგარი იყო. რამდენჯერ უნდა გითხარ?